Здравствуйте, მეგობრებო. დღეს გვაქვს მაქსის ბურგერის კონკურენტი. სახელად ექსტრამიტი ვიქნება დღეს. მოგესალმებით მეგობრებო, მეც მოკლედ დღეს ვიმყოფებით, რა თქმა უნდა, შობლიურ წყალტუბოში. ფესვებში. საიდანაც მოგთავაზებთ ვიდეოს, დავაჯახებთ თბილისის ქუთაისის წინააღმდეგ. ქუთაის და ეჯახება თბილისს. ან პირიქით. ხო, ანუ თბილისში როგორც გავს იცით უკვე სულ პირველი ვიდეო აქ ამონათდება ალბათ. იყო ჩვენი მაქსის ბურგერი, რომელიც არის შედარებით ბიუჯეტური ბურგერი და იგივე ხაზით მიდის ექსტრამიტი ქუთაისში. ხო, ანუ იაფიანი ბურგერები რა. ეს იაფიანი, ის იაფიანი. მსგავსი ვიდეოისთვის უნდა გამოიწეროთ და ლაიქოთ, დაგვიკომენტაროთ და გიგი გავარდეს და დანა მოიტანოს. დანაც მინდა. დავშირდია. აუ დანა. დადიახ. ახლავე მოიცი. მაიც რაც არ მიდიარს. სენდვიჩი, მიქსი. დანა გამოიტანე რა, ოღონდ ნელა გამოიტანე. როგორც მიხვდით? დავკავშირდით კურიერს. კურიერი მოვა მალე მოიტანს დანას, მანამდე კი ჩვენ განფუთვა გავუკეთოთ. გაადღალეზვა. გამარჯობა. საი. აი, რა ყველაზე მნიშვნელოვანია. ბუზები. 1 2 3 4 5 6 7 8 9 პროდუქტი მოგვივიდა მე. მოყვა ასევე ხელთათმანები. ჩვენი კურიერიც მოდის, ეურა დანამოებს. მადლობთ. სალესი ქვაც რომ მოგიტანოთ ასო. არაფერი, მადლობა. ეს ყველაფერი ახლა პირდაპირ ცოხნაზე რა გადავიდეთ, ეს ყველაფერი იყო 100 მონეტის. ეს ყველაფერი იყო მოკლედ 100 მონეტის. 100 ლარი და რაღაცა თეთრების. ოღონდ თავის საკურიერ რომ მსახურებით და ყველაფერი. კურიერმა მოიტანა, ხო? ხო. ნახოთ, გავითვალისწინოთ რომ კურიერმაც მოიტანა, ახლა ვიზუალურად რომ გადავიდეთ, ეს მაინდა-მაინც კაი უკვე არა. ცოტა ნარტყამი, სანამ გავხსენთ, მანამდე არის ნარტყამი. ნაბიჟვინები აქვს ვიღაცას. შენის რა ხდება, ვაიმე. მოდი ეს რადგან დიდი ყუთი არის, ამითი დავიწყოთ. მაშინ უნდა იყოს პელმენი სავარაუდოდ. პელმენი, რა პელმენი. ხო, აი შენ გადმოვარდა. მაქსი, მოდი. აგერა, მოდი. ამოდი, მოდი, შეჭ. ახედან. აგერ, მოდი, ბიჯო. ამოხდი და გაანადგურე. წადიახ, დაგიძახ. ვინც აიცნობთ, ეს არის ჩვენი დაცვა მაქსიმილიანე, იგივე მაქსი. ლაბრადორი არის. დაჯექ თუ გინდა და მე რაღაცებს გაჭმევ კიდე. მითვით. კაი, ასე ხო არა. ძაღლია, შენ ჭამე, ბიჯო. მაქსი შენ ჭამე და ეს არის გათმის ფრთების ცხარე, რომელიც არ არის ცხარე. პელმენი აგერა, ბოდიში. соусებიც ამოვალაგოთ. პელმენი მაქსიმ განადგურა უკვე. აი, პელმენი. კულტურულად მივთვათ. მოგეწონა? თუ მოგეწონა გვანიშნე, დაყეფე. ნახოთ. კაი. მაქსიმ მე არ მომეწონა შენ ჭამა. პელმენი ბანძია. ძალიან აღსაინი. ნივრით ტაიმით გასინჯე. მეორე ეგეთი არ მოყვა? აგერა, სამუდამო პელმენი. მომე, აგერა, ბიჭო, ჯოხი. ეს რა არის დიდი ორი ზოლა შენაო. მაქსი. თქვენს ნებართვით დაგვილოდეთ, ჩაწერა გვაცადეთ. მაქსიმილიანი არის ბიჭი, როგორც მიხვდებოდით, ეძებს ქალბატონს. სულთა სისხლის ლაბრადორი არის, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ. ნომერი რო გითხართ თქვენი? საკონტაქტო ინფორმაცია რო დაგვი. არის რა. ნორმალურია. შემწვარი პილმენი. მე შემწვარი პილმენი მაქვს ხოლოდ სახში ნაჭამი. соусის გარეშე არ ვარგა. არა, ფოთაშორის соусთან ერთად კიდე რაღაცა. ნახე მე შემწვარი პილმენი დაგემოვნებული მაქვს სახში. ვაიმე რა ცხარია. ეს соуსი გადააგდნე მას. თბილისში იყიდებოდა დევიჭი. ამუნამი ხამან ცხარეთუა. დავით, შეულებრივია. მოკლედ სადვიყავ გაჩერებული. აი ეს პელმენი რაღაც ნახევარ ფაბრიკატი თბილისში იყიდებოდა, რომელიღაც მაღაზიაში მხოლოდ სახში გაკეთებული მაქვს ნაჭამი. აუ რა ცხარე იყო.
ხო და მინდა გითხრა რომ იდეალურია, მაგრამ ეს ის ძალიან მომწონდა. ის და ეს უნდა შევადარო ერთმანეთს, კარგია. ეს ნიურის соуსი მე მომწონს და ქათმისთერი თავისთავად. ამასთან ერთად კაია. ნახე ძალიან აი მეჩავ პირშიც ერთი არ გესხმება რა. ანუ ისეთი არის რომ ტივტივი ნატივტივი და რაღაცა და ქათმის გემოც აქვს, ზეთის გემო არა. ელმენს ეს ჯობია. ბევრად ჯობია თან. მაგრამ ნახე ეს უნდა ყოფილიყო იდეაში ცხარე, იმიტომ რომ აქაც წერია რომ 8 ცალი ცხარე. ცხარია. მაგრამ არა, ვაფშე არ არის ცხარე. ამასთან შედარებით არ არის. კი, ეგ соуსთან ერთად არის ცხარე, მაგრამ соуსი არის არაფერი არა საერთოდ. მე მგონი ეს დაბჭყნი ბიმბილია. რაღაცა ბლანცი გქონდა. დაახულა გადააგდო. აუ, კაი, ფეხზე მადორბლებს შეჩვენა ისეშია. ნახე. ყველა შენ გეწუწება, შენ გადობლებენ რა აქცის მაგებია. დავიწყოთ უკვე სენდვიჩებზე გადავიდეთ. ეს არის სენდვიჩის მიქსი. აი, ნახეთ. დაიშლება. არა, დაიშლება ისე. დაიშლება. არა, უშავს. ავაწყობთ. ამაში არის ქათმის ფილე, კიდე მოდი რეებია. გაჭერი, კიდე რეებია, რა ვიცი, ხახვი, წვანილები და ტყემალი და მე რა ვიცი. აჰა, კარგი. კარგი, მიირთვით. მიირთვით ბატონ ლუკა, მე აიღეთ. რაში მაინტერესებს რეებია, მე მაინტერესებს გემოვნული თვისები. მიირთვით ლუკა. მიირთვით. დავიფენ ამას თქვენს ნებართვით არ მაქვს. მე მომწონს. სენდვიჩი მაქსის ბურგერში აქვს. აია. ეს სანდვიჩი ღირს მომეყარამდე. გემო არის. კარგი. ესეთი როგორც სანდვიჩი უნდა ქონდეს. ნაკაორია. პური არის ახალი, იმიტომ რომ არ იბჭყნება. შიგნით ყველაფერი მოდის სტანდარტულ. მე მომეწონა. ეს შავი სეზამისთან მარცვლები არ უნდა. რატომ? მონია რომ ზედმეტ რაღაცეები არის. ეს დიდრული არის. ბიჭო, არ მინდა, რატომ აჭრენ დიდროს 6 ლარი ღირს და 6 ლარი არის 12 ღირს. კიდევ გვაქვს ამერიკული ბურგერი, მინი ჩიქენი ბურგერი. ჩემი აზრით თავისი ფაზისთვის იდეალური სენდვიჩი არის ზომაშიც, წონაშიც, გემოვნებაშიც, ყველაფერში. ოპა. ერთადერთი აი სეზამის შავი მარცვლები ცოტა არ უნდა რა. ზემეტობა ძალიან შეგაია. ნუ აბურთა, ბურთი არა, დადევი. ეგი არის რეპი. ნუ ზომაში რო გითხრათ სიმართლე, ცოტა მე პატარავება. ხო. ნუ დიდებზე ვარ მიჩვეული. კი გიყვარს ისე დიდები და რაღაცები. დიდებზე ვარ, დიახ, აბა. აუ, მაქსი დამავიწყდა შენთვის რომ უნდა მეჭია, გაჭმე. დარწმუნებულა რომ იგივე გემოიქნება ამასაც. არა. ეს შედარებით ფრეშია და ცივია. რავი, ცუდი არა, მაგრამ გითხრა რომ გადავირიე ვერა. ცივია თუ გაცივებულია? ეს ჯობია. ის ხო? ეს. ეს? ხო. ნახავთ. აქ არის ორი მიმართულება. თუ გინდა შედარებით სულგად მიირთვა, ეს უნდა ჭამო. თან ერთ პორციას რომ მიირთვა, მე მგონი უკვე გემოში ჩაჯდება და ანუ როგორი იქნება ზე არც გადამეტებული იქნება, არც ცოტა არ იქნება. მაქსი მოდი ნახე რამე ქათმებია. ის სენდვიჩი შეიძლება გაგიჭირდეს. ანუ სტანდარტულ ადამიანს შეიძლება გაუჭირდეს თავიდან მოდი. სტანდარტული რა, შენ არასტანდარტული ხარ? ბიჭო, საქონლებზე და იმებზე არ მაქვს ლაუბარია. 30 წელი იმას ბურგერს შეჭამ ერთჭამას მეგონი, ნორმალი ადამიანი, გაწონასწორებული რომ მივიდეს. და ხალაპენო არ უნდა კიდე ჩემი აზრით. ძალიან ფარავს მე სიცხარე ყველაფრის გემოს. აიგია. მოდი ერთი-ორი სიტყვით მაქსისაც შევაფასებინოთ. მაქსი? როგორი არის? მაქსის ბედნიერია. სიტყვები ზედმეტი არისო, მაქსი. რა სახტუნებ, იმ ჩამძახს მიეც თუ აჯმა. ბატონი მაქსის დღეს ჩათვალეთ რომ ახალი წელი აქვს, მიირთმევს ყველაფერს. გაძლიერებული კვებაზე. დაახლოებით იგივე ფასი აქვს ამასაც. ნუ პორცია პატარა იყო, მოდი ვაღიაროთ. 12 ლარად, ნო? შაურმა შეჭამ, იმაში თან სენდვიჩთან შედარებით ახლა. სენდვიჩი ამათი სენდვიჩი რაც იყო, ალბათ
ორჯერ უფრო პატარა იყო ვრებით. დაახლოებით ლარით ძვირი ღირს. მაგრამ მე ვიტყვი რომ ეგეც მისაღები იყო და დავამყავ. ჩვენი ამერიკა, ეს შენი არის? რა წერი? ამერიკული აწერია და ეგი არის ყველით. ამერიკული. მე პროსტა ამერიკული? ჩემთან ყველით არის. შეფუთვა ცუდი არ არის? ჩემთანაც ნამდვილად შეფუთვა ცუდი არ არა, არის. ნახე. საით მიყავდა საუბარი მე ანუ ამ პარკში როდესაც არის გადახვეული. ნახე, მოიცა ეს რა არის? რა. რაზე ყავს ვიჯო? ცოტა მიმწვარია რა ხახვი. მიმწვარია ნახშირია ვაფშე თავდამონო. არა, ეგი არის ხახვი. აი, ეს არის ხახვის ესა. აბა ზემოდან ნახე. არა, ორივე მხრიდან არის ხახვი? გეუნები დამწვარია თქო. ხახვის მიმწვარია. ხახვიც მიმწვარია და ხორციც. ცოტა შეფუთვაზე ვიყავი, ანუ შეფუთვა. კარგი არის. კარგი არის რომ იმაში ფოლგაში არ არის, იმიტომ ფოლგაში ჩაიორთქლება. მალევე მოვიდა სხვათა შორის, მალევე ძალიან. რაც შეეხება ამ ბურგერს, ცოტა მინახშირებულია ხორცი, გემოზე არ ვიცი. პური კარგია. ხო. და სავარაუდოდ დანარჩენებშიც იგივე იქნება. ასევე გათამაშება გქონდა თქვენ სავარაუდოდ მაგას ნახავდით უკვე, კარგი ხნით ადრე. წინა ვიდეოში ვსვიტოიდა. მაგრამ ეგ გათამაშება უკვე იყო და იყო დღეს. და ვინც გაიმარჯვა ულოცავთ. საერთოდ არა ხორცს დამწვის გემო. ო, ეგ მართალია იქ. გემოზე არის კარგი. ვერ შევადარებ ბურგერლომების და რაღაც ცოტა ერთი ტოპ დონეს აბურგერებს. მაგრამ რომ ახლოსაც ვერ მივა. არა, ხო. უბრალოდ როდა მაქსისთან მიმართებით მე ეს მიჩემია. კი. თან ფასიც ზომაც უფრო დიდია. ეს არის აი მინი ბურგერებიც აქვს, იმასაც განახებთ. ეს არის ჩვეულებრივი ზომის ბურგერი. ხო რა. სტანდარტი. იმ მაქსთან შედარებით ესეც უფრო დიდი, აი მაქსიში უფრო არის თან გამოყენებული. არც ორი ქსი არ არის, თან ჩვეულებრივი რა, ერთსართულიანი. მაქსის ბურგერში მე ვფიქრობ გამოყენებული არის მაგდონალდსის ტიპის ბურგერი. ბურგერის პური, პუნთუშა. აქ ცოტა მოშნისა, აი ცოტა ეტყობა შინითაც რომ სქელი სომი აქვს, ძალიან კაია. მაქსი, სალათვის ფურცელი და რა. მე დაყენული ესა ბურგერი არის, დაყენული პური არის. და მე გამთვარი. რომელი? ეს. საიდანით შეჭე. ეტყობა ვიდეო, აი. ექსპერტს გაასინჯე და გითხას. აი ექსპერტი იყო რანები ახ მაგას და. რა დამთხოვა ნახე. ექსტრამით ეჯიბრება მაქსის ბურგერს. და თავად მაქსი ესწრება ამ ყველაფერს. პამიდორი კი არის, მამაპაპურად დაჭირენ, მაგრამ მაინც კაია. მაქსი, პამიდორია. აუ, არცად სადაც იზდაგდება. მე მომეწონა. ნუ საშუალოდ შევაფასებდი, არც იდეალური არ იყო, მაგრამ ცუცაც ვერ ვიტყოდი. დაანები, ამჯახ, თავი ვიდეო. უნდა რა, მაგ მთელი დღე ვაჭამო კი არ გაჩერდება. პირველზე ვრეპი, მეორეზე სენდვიჩი და მესამეზე ეს, ჯერჯერო. ეხლა ვნახოთ. აი ეს არის მინი ჩიქენი ყველით. ხელში ეტყობა რომ უკვე ესე გაცივდა, ვინმეს რო ჩაარტყა დებილს დატოვებს. გარიჯვინეული. და აუ ეს არა. ეს იმენა არა. აუ. ამაში ნამდვილად უკვე ჯერ ვიზუალურად ეტყობა. დიდი მინუსი. ნახე ვიზუალურად რას გავს. იმის რა ქვია, მაქსის ქათმის ბურგერი რა კაი ყოლა ხსოვს? ეს იმენა გადასაგდები. არ ვარგა. მაქსი. არ ვარგა. მეორე რეჟისორს მოდი. ამაზე მე კომენტარს ვერ გავაკეთებ. ეს ძალიან შეეშალათ, ძალიან მინი ბურგერი. ეს მინი ბურგერი. გაშინჯი რა. ხო. ნახე მაგას ყველი ხო აქვს? კი. და აი ამერიკული ბურგერი. ეს ღირდა 15 ლარი. აუ, ნახეთ რა მხელა. ნახეთ რა მხელა ბურგერია. აუჩ. მაინტერესებს მაგას აი 15 ლარი ღირდა, 15 და რაღაც. სანამ ამის ჭამას დავიწყებ, მშობლიურ კუთხეში ყველაფერს თავისებური გემო. თავისებური გემო აქვს და არაფერი არ ჯობია რა. ხო, ამერიკული ბურგერი. ახლოებით გეტყვი. გინდა რაღაცა გითხრა? ხო. ორი ცალი ქონდა შეკვეთილი და ერთი ცალია მოსული მხოლოდ. ეს? ხო.
რა მინდა მეთქვა, ბურგერ ლომებში ამ დიამეტრის ბურგერი, ახლა ნუ შეიძლება სათლე უფრო მაღალი იყოს იქ რაღაც. მაგარი და მწვარია ეს ხორცი. მაქსი. გაცილებით ძვირი. მოდიში, მაგრამ მეც ვეღარ გეტყვი. ჩათვალე 5, ხო? ჩათვალე 5 მაკდონალდსის ბურგერი რო გაერთია, ნუ დიამეტრში არის იმ ხელაში. მაგრამ დამწვარ ხორცს არავინ მოიტანს იქ დაგონებული. არასდროს. მაგარია. ყველას თუ არჯობდეს ზედას ვისაუბრ. ეს მე მართლა მომეწონა, ძალიან მომეწონა. და იცი რატო? პატარა და ძალიან კომფორტული საჭმელია. ამაზე პატარა შევიწყო, ძალიან გიგანტურია, უბრალოდ ჩასაკვეშად არის იდეალური. соусებიც აქვს ძალიან გემრიელად, აი ეს დოგვის соуსი მაგრად მოდის, соуსი. გიჯა? არა, მინდა. ვერ შეჭამ ამასაც დივშა. ძალიან მაგარია. ერთ-ერთი შენიშვნა რაც მექნება, ხორცი არ დამწვარი. დანარჩენში ვიტყვი რომ მისაღებია, ნორმალურია, ფასიც კაი აქვს. თუ გინდა რომ შემდეგში უკვე შენი საბურგერი დავაგემოვნოთ. გამოიწერე არხი, დაგვიწერე კომენტარი და შეგვეხმიანე. საჭმელთან მართებით არ შეთავაზება იქნება, იმასთან მართებაში ვიავართ. ხო? კი ბატონო. რატომაც არა. ჭამა ხო ჩვენი სტილია. მე ვთვით პელმენი. არ მინდა პელმენი არ მომეწონა მართლა. რაღაცნაირია, არ ვიცი რა. მაგარია, მაქსი შენ მაგარია. იცი როგორია? მაღაზიაში ნაყიდი პელმენის ჯობია. გემოვნური თვისებებით. ოსტა როგორც დასავლეთში იციან, ახლა არ ვიცი, შეიძლება მომედავს როგორც წარმომადგენელი, მაგრამ რა. აქ დავდებული გაზრდილი ვარ. და როგორც დასავლეთში შევია, ხვავიანი ნაჭერები დევს ჰალაპენიუსი. ცოტა რომ დავათხელოთ, მე მგონი იდეალურია. დავათხელოთ და შუაზეც გავჭრათ, არ არის პრობლემა. ამ ყველაფერს რა მოუხდებოდა? სოკი. სოკი არ არის. რატო არ არის სოკი? ხოლო წყალდუას წყალი. წყალდუას წყალი არის, ჩვენ გვერდით, მუდამ და ყოველთვის. დღეს უბრალოდ ცოტა ბევრი გვაქვს დალეული და აღარ შეგვიძლია. აგერ მაქსიმუსიც წყალდუას წყალზეა გაზრდილი. შეიძლება ამოხვიდი აქ მაქსიმუსს და ერთი პილმენი ჩემზე იყოს. ამო. მოდი. აგერ მოდი. ამო. ნახე. მაგიდაზე კი არა მოდის მიჩვეული რო არ უნდა მოვიდეს მაგიდაზე. ჯიგარი ხარ. უსე გამოვეხმაუროთ რა ეს ვიდეო მე მგონი ცოტა კი არა ძალიან გვიან დაიდება. ამ მომენტში როდესაც ეს ვიდეო იწერება საქართველოს მიმდინარეობს ევრობასკეტი. მიმდინარეობს ევრობასკეტი, რომელშიც საქართველოს იღებს უკვე ზედიზედ მე-6-ად მონაწილეობას და პირველ წელს პირველივე თამაში დავიწყეთ მოგებით. პირველივე წელს კი არა წელს. პირველივე წელს კი არა წელს მეთქი. ხო პირველივე წელსა და ამ პირველივე თამაში წელს თქო. დავიწყე უგუღმა თქვიო. პირველივე წელს პირველივე თამაში. მიულოცოთ ბიჭებს და ოსუროთ წარმატება. ასე გააგრძელეთ. აბა თქვენიც. და ჩვენ ჩამოვართ ფინალზე. ფინალზე, შემდეგ ზაფხულს. გადადებით ცოტა ხანი ფინალ. და მაქსით წამო. ასევე მაქსის შეგიძლიათ გამოუგზავნოთ საჩუქრები, ჭამელი ბიჭი არის. ხო. პედიგრი, შმედიგრი რაღაცები არ უყვარს. მარტო ხინკალი და ეგეთი რაღაცები. ხო. ძალიან ჭამელი ბიჭია. ამის ცოხნის ვიდეოს ახლა ბოლომდე თქვენ ვერ აღვიებთ მეურო ეს იქნება ნამდვილი ტანჯვა გაცხელებული მაკარონის ფონზე ბატონი გიგი მირთვეს ბურგერს რომელიც ძალიან დიდი მე რა მიყვარს დიდები დიდები მიყვარს ხო ვიცი რომ გიყვარს მე მიყვარს ძალიან მიყვარს მოკლედ ამ ხელ ნოტაზე მე ლუკა და გენიალური მაქსი გემშვიდობებით მომდევნო მაგრამ სანამ დაგემშვიდობებით ჯერ არხი გამოიწერეთ ვიდეო და ლაიქეთ და აბა კარგად იყავით